11 წლის ნინა ძალიან მხიარულია. რთულია მისთვის ხასიათის გაფუჭება. ნახოთ რა მოხდება ბრმა კასტინგზე. მე ვარ ნინა ყიფშიძე, თბილისიდან 11 წლის. მღერი ბავშვობიდან, პედაგოგი ამყოლია ჯერ. ყველანაირი მიმდევრობა მომწონს მუსიკის, მაგრამ უფრო პოპი და პოპ მომღერლები. სახლში ვცხოვრობთ დედა, ბებო, ბაბუ და ჩემი ორი ძმა. მაგრამ ამასთან მაქვს ურთიერთობა და ხან დედასთან ვარ, ხან მამასთან. დედა არის გათხოვილი, მაგრამ შვილი არ ყავს. ჩემი ძმებიანი, ჩემი მეგობრი. ძალიან გამიხარდა, რომ ახალ ხმაში გადავედი. ახალი ხმა ჩემთვის პირველი კონკურსია. ვარ ძალიან მხიარული. ესევდიანი არასოდეს არ ვარ ხომ. და მეგობრიც ვარ. მითხარი, აბა, როგორია შენი პროგნოზები, მაინტერესებს? იმედია, რომ ყველა შემოვადგენ. 3 წუთი. მეც გონია, რომ ეგრე მოიქცევ. ისა მაინტერესებს, ვისთან წახვალ? არც მე არ ვიცი. არის შენ. ძალიან კარგი. უბრალოდ მეგისურვებ წარმატებას და შენც. მადლობა. ხო, კარგად ხარ? კი. მოდი ჩაგეხუტო. ყოველ ძალიან მყავს ჩემი ოჯახი. უნდა ვიმღერო ჩემი ოჯახის. ყველა ძალიან ნერვიულობს. You wanna stay with me in the morning. You only hold me when I sleep. I was meant to try the water, but now I've got an inside. For every piece of me that wants you, another piece backs away. დააჭირე. That it might be a second too late. I'm the one that I could never say. Gonna come out anyway. You give me something. Someday I might know. ძალიან. აბა მითხარი რა ქვია? ნინა ყიფშიძე. ნინა ყიფშიძე. და რამდენი წლის ხარ? 11-ის. ნინა, შენ აღარ უნდა ამდენი ლაპარაკი ჩემთან ხარ და მოდი მე და შენ მე ძალიან მიხარ. რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი თვალები გაქვს. ბაბა. პილოტო. ნინა რინგზე ეკას გუნდის სახელით განაგრძობს ბრძოლას. ამ დროისთვის ეკას გუნდი უკვე 8 წევრს ითვლის. როგორც კი დაიწყო სიმღერა, მივხვდი რომ გოგოა, პატარა გოგოა, მაგრამ ისეთი საინტერესო დაბალი ობერტონები ქონდა, ისეთი მსუყე ხმა, რომ არ შეიძლებოდა რომ არ მოვტრიალებულიყავი და რომ შევხედე ისეთი ლამაზია, რომ ეს ორივე ერთად ხმა და მისი გარეგნობა ძალიან მომგებიანია სცენაზე.